გამჭრიან. ამჯერად არ გაგაწყვეტინებთ, გპირდებით. გამარჯობათ. მე მინდა ყოველ ბადრაკს დატოვსება. გუშინ შედგა ადგილობრივი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საბჭოს ხდომა და თეონა გათავისუფლებულია დრეიდან. მაშასემ დღეს პირველად სატელევიზიო სივრცეში უპრეცედენტო შემთხვევა, უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, რომელსაც ჩვენ მაინც ვიცით, რომ არ ველოდით დღეს. თეონა, გილოცავ. თეონას გზა თავისუფლებისკენ მხოლოდ ვოისით დღეიდან არ შემოიფარგლება. ის უბრუნდება სრულყოფილ ცხოვრებას. მაშასე თეონა თავისუფალია პირდაპირ ვოისის სცენიდან. აქედან უკვე სახში წავა ხალხო გჯერა. აქედან შენი ნივთების ასაღებად ბადრაგის მანქანა ვეღარ წაგიყვანს. ამიტომ ჩვენ დაგითმობთ პერსონალურ მანქანას, ის მიგიყვანს როგორც იმედი იზრუნებს ამაზე არ არის პრობლემა. გამოვყოფთ შენი მანქანას. ნივთები შეგიძლია იყო. კიდევ ერთხელ გილოცავ და მინდა დიდი მადლობა გადავხადო დარბაზს. ყველა კონკურსანტს, იმედს, პროგრამას, იმისთვის რომ მიეცით ამ ადამიანს საშუალება ისევ ძალიან ადვილად საზოგადოებაში ინტეგრირების. კიდევ ერთხელ გილოცავ და დიდი მადლობა ყველაფერთვის. ბრავო! თეონა, შენ მოიპოვე თავისუფლება პირდაპირ ვოისის სცენიდან. მე არ შემიძლია რომ არ მოგცე შენ კიდევ ერთხელ მიკროფონი და უდიდესი მადლობა სამინისტროს, ბატონ კახაკაშვილს კიდევ ერთხელ. ქალბატონო ნესტარ, დიდი მადლობა. მიყვარხართ. თქვენ გაიხარეთ. ქალბატონო ბაია, გავიცი ყველას. თეონა. თქვი აბა რა უნდა ქნა? ძალიან დიდი მადლობა ყველას. აი არ ვიცი ეს არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი. მე რაც არ უნდა მომხდარიყო, მე მაინც გამარჯვებული ვარ და მე ძალიან დიდი მადლობა და მთელი ის მინდა გადავცეს ჩემი მოქარგული ხატი ანრის და ძალიან ჩემთვის საყვარელ ადამიანს რუსა მორჩილაძეს თუ შეიძლება. მადლობა ყველას მიყვახარ, ყველას დიდი მადლობა მინდა უთხრა კიდე. გოგონები გულშემატკივრობენ ეხლა შენ. გოგოებს მოვიკითხავ. მათთვისაც იმედია ეს იქნება